პროფესიონალ ჰოკეის მოთამაშეს ჩემნაირი დაბდურა გაასწრებს. მოდი ვნახოთ. როგორ გავჩერდე? ძალიან დაბდური ვარ. და რატომღაც გადავწყვიტე რომ ერთ-ერთ ყველაზე უხეშ და რთულ სპორტში ჰოკეიში მევარჯიშე. ეს ძალიან საშიში იქნება. მიზნად მაქვს რომ თამაში ვისწავლო და ვიდეოს ბოლოს ჰოკეის მატჩში მივიღო მონაწილეობა. ახლა კი ბარემ დროა რომ დავიწყოთ. სრიალა. აქ დაგსვამთ რა, მაგრამ ბურთი არ მოგხვდეს, ბიჭო, სახი არ გაგინგრიოს. მარტო ბურთი კი არა, ყინულზე დაცემაც საკმაოდ მტკივნეული იქნება. ამიტომ უნიფორმა უნდა ჩავიცვა. რომელიც საკმაოდ ბევრი ჩანს და სწორად ჩავიცმევდი თუ არა, ცოტა ეჭვმეპარებოდა. შორტებს რომ ამოიცვი და სამუხლეებს რო გაიკეთებ, ესენი ამოიცვი, მერე ამოიცვი შორტი, ჟილეტი, იდაყვები, გაიგებ, მაისური აგერ არის, სიგურები აგერ არის. ბატონმა მიშომ კი გითხრა ყველაფრის თანმიმდევრობა, მაგრამ აი მე რამდენად დავიმახსოვრე, ეგა პრობლემა. ეს რა არის? ეგოა ჩაგაცვაიგა. ამის ჩაცმა დამოვიწყდა და ამაზე ზევიდან უნდა ამოვიცვა? არა მგონია. არა, შიგნე შორტებზე უნდა დავიმაგრო. არ მახსოვდა გრიფსოკები, სამუხლეების შიგნიდან უნდა ჩამეცვა თუ ზემოდან, მაგრამ აი მიშო გვეტყვის როცა დავამთავრებ ჩაცმას. სწორად მაცვია? გამაშები რა არის? ისინი ზევიდან უნდა ჩამეცვა? არა, შიგნე შორტებზე უნდა დავიმაგრო. ნუ ფორმა როგორღაც სწორად ჩავიცვი და ახლა ისაა გასაგები, ციგურებზე დავდგებოდი თუ გადავყირავდებოდი. როლიკებზე დგომა ვიცი, ამიტომ მეგონა რომ ყინულზეც არ უნდა გამჭირვებოდა. ეს ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტია. თუ ვერ შევძელი სრიალი, არაფერი არ გამოვა და ჩემი გეგმა რომ ჰოკეის თამაშში მონაწილეობა მივიღო, ჩაიშლება. არ გადაგჭირეს? არც მიცდია. ცოტა მეშინია სიმართლე რო გითხრა. ვოუ! აი ამ ზონაში ტრიალე, წადი ესე წრე დაარტყი და აქეთ წამოდი რომ სიგურებს მიეჩვიო, მიდი. ვა! მაგრამ მიშომ რაღაცები ამიხსნა. წელიც აი ესე პოზიციაში უნდა იყო, აი ეს წელი გაასწორო და ანუ ეგრე რო ზიხარ, ანუ უფრო მეტად იმას შვები რა, კონტროლი უფრო მეტად. ეს ხელი ამოატრიალე მარცხი. და ამის შემდეგ შეიძლება ითქვას რომ ოდნავ გამომივიდე კიდევაც. როგორც ჩანს როლიკებზე დგომა გამოსადეგი ყოფილა. ოდნავ დარტყმაც უცადე და ამ პატარა წარმატებით გათამამებულმა გადავწყვიტე პირდაპირ მატჩში მიიღო მონაწილეობა. ოღონდ ჯერ ბავშვების წინააღმდეგ. შეუძლია გამოუცდელ ადამიანს ბავშვ ჰოკეის მოთამაშეებს გოლი გაუტანოს. აი ამას რომ სწორედ დღეს გავიგებთ. მე ჩემი თავის მჯერა. მეკო თამაშობ კაცო. ღმერთო ჩემო. და მიზნად ის მაქვს რომ ერთი გოლი მაინც გავიტანო. თავიდან ბურთს ვერც კი ვუახლოვდებოდი. მაგრამ ნელ-ნელა და თანდათანობით ბურთთან ახლოს მისვლა შეუძლია. მე ვერ წავიღებდი და უკან დაგიბრუნე. დიდი კაი გადმოხვდი. შენ იქიდან წამოდი მე აქ შორს გაგიხსნები და აქ ჩამიპას და გავუტან. ვახჩი. წელი მეტკირა. პასი. ვაიმე. ვახჩი. გოლი გავიტანე. მაგრამ ყველა მიხვდებოდით რომ დამითმეს და მაგიტო შევძელი. ასეთი უნარებით მატჩში მონაწილეობა რომ მივიღო, საშინლად შევრცხვები. ამიტომ დახმარება ვითხოვე. ესე იგი ბატონი, ნუ გო გამარჯობა ბატონო, ნუ გო.
დამეხმარება დღეს რომ ჰოკეის ოდნავ რაღაცები გაუგო. რამდენი ხანია რა თამაშობთ იქ დამავიწყდა? ყინულზე ვსრალებ 5 წლიდან. ანუ 12 წელია უკვე ყინულზე ვდგავარ რა. ეს არის შენი ჰოკეის თამაშობს რაღაც 5 წელია არც. გადავწყვიტე სამი საბაზისო რამ მესწავლა. პირველი პასის გაკეთება და მიღება. ნახოთ გამომივა თუ არა. ჯერ ჯოხი მითხარი როგორ უნდა დავიჭირო? ნახე, რაღაც აი აქ უნდა გეკიდოს ხელი. ჯოგადე, პასი როგორ უნდა მიიღო? უნდა გამოწიო უკან, უნდა მოაყოლო შაიბას. რომ მოარბიდო შაიბა, მიხდი უყურე, შენ ასე დაუხვედრო. გადავარდება, შეიძლება აისხლიტოს და სხვა გაწევდეს და რთული დასამუშავებელი. ეხლა პასი როგორა? უნდა ესადო რომ დააფარო შაიბას, იმიტომ რომ აქედან მაღალი პასი კეთდება. ან შეიძლება შაიბა ახტეს. ამიტომ დააფარებ და გავუშვებ ყინულზე. პასის გაკეთება და მიღება ზედმეტად მარტივად ვისწავლე. ახლა უკვე დრო გადავიდეთ შემდეგზე. ორი ადამიანი მასწავლის კარში დარტყმას და ვნახოთ ამის შემდეგ შეუძლებ თუ არა მეკარესთვის გოლის გატანას. პირველ რიგში უნდა იდგე მყარად. 3 დარტყმა გვაქვს რა. ბრასოკი, ისტაოი და მერი არის შევჩოკი. გასაგებია. ავი აწიე და გავუშვი. საერთოდ უთქვა. ნახე ოღონდ ნახე შენ ასე დგა. აქედან მეს გამიჭირდება დარტყმა. შევსკე შემოტრიალი და გახედე კარებს და დაარტყი. ხო. და გავუშვი. კაი იყო, მაგრამ ააცილე შაიბას. ძალიან მაღლა, კაი ამაზე მაღლა არ აიტანო აქედან. რა უშვებს. ეს რა ჰოკეის ვაიმე დამეხვდა უმრო. შენ უთყავ აი ამ ნაწილს. ოკეი. და კარგავ ენერგი. შეეცადე რომ აი შუაში და. აი ესე. ვფიქრობ დარტყმა ოდნავ ვისწავლე. და აი ახლა უკვე დროა გავიგოთ შევძლებ თუ არა მეკარესთვის გოლის გატანას. ცოტა ახლოს რომ მოვიდე. ოკეი, აბა ვცადოთ. ეხა ძალიან კარს ფარავ ძმაო. ცარიელ კარებში ჩემი აზრით მშვენივრად გავიტანე, მაგრამ აი მეკარესთან არაფერი არ გამომივიდა. ამიტომ ჩავთვლი რომ დარტყმა სანახევროდ ვისწავლე. კარში დარტყმა ძალიან რთულია, მაგრამ არხის გამოწერა არის ძალიან მარტივი. ასე რომ გთხოვთ, გამოიწერეთ. ძალიან დამეხმარებით. ახლა დროა რომ შემდეგ ეტაპზე გადავიდეთ. პროფესიონალი ჰოკეის მოთამაშეები ასე ჩერდებიან. ჩემი აზრით ყველაზე მნიშვნელოვანი ამის ცოდნაა. მეც უნდა ვისწავლო. ნახოთ გამომივა თუ არა. ძალიან მეშინია ამის და შემოვიდე ვცადო შეიძლება? აი ცადე შემდეგზე ვიზავ. ჯეთი ნათქვამია. აშკარა იყო რომ ესე პირდაპირ მცდელობისას არ გამომდიოდა. საკმაოდ რთული იყო. ამიტომაც ისევ ნუგოს დახმარება უნდა გამომეყენებინა. მუხლებში ხარ მოხრილი, წელი გამართული, ტრიალები და უსვამ ფეხს. ეგ ნახტომ იყო. ისე საფხუთი ხორჯობია გავიკეთო. რავი, არ წაისე, თავს არ დაარტყა. რამდენიც არ უნდა მეცა და არ გამომდიოდა. საშინად რთულია. შენ მარცხენა ფეხით მიდიხარ, აქითა ფეხით, ასე შემოტრიალე. ჩემი გაიჯაუჯეთ მანდაში. ტრიალდები რა. უხვევ შე, ფეხს ვერ ამაგრე. მაქსიმალურად აი ამ ფეხით რომელითაც შეხვა. ნახე? აი ეს უნდა გააკეთო, აი ეს უძრავ. მუხრუჭი ვერ ვისწავლე. და რა თქმა უნდა სწავლას გავაგრძელებ და საერთოდ არ შევეცდები მთელი სიჩქარით გამოვექანო და კარების წინ გაჩერება ვცადო. ეხა შევეცდები სასიკვდილო ნომერს. ჩაფის გავიკეთებ ხო? ოიმე. რატო გადმოვირბინეთ რა? ოსტინ.
მოიცა არა ერთხელ უნდა ვცადო მოიცადე. ისინი მიუხედავად იმისა, რომ ჩემებურად გაჩერება ვისწავლე, მეც ეგ ავტობუსზე, მაგრამ ესე უფრო მარტივია. მიდი ხარ? ოპა! ხო, დამწყებები ამხრუჭებენ კი ბატონო, აი ასე. მაინც ვერ ჩავთვლი, რომ დამოხრუჭება გამომდის. დიდი იმედი მაქვს ეს თამაშში ხელს არ შემიშლის. მაგრამ სანამ თამაშამდე მივიდოდით, ნუგომ სევდიანი რაღაც მომიყვა. და როდესაც სახში ვბრუნდებოდი, ჩამეძინა უკან მანქანაში და მოვყევი ავარიაში. ბოლო წამს გამომეღვიძა ტორმუზის დროს, სანამ ტრაილერს დაეტაკებოდა მანქანა. ფერი არა, ტყივილი ყველაფერი მახსოვს რა ავარია. სახიზვლები დალეწილი იყო, გადახსნილი სახე, თავი გადახსნილი და ზედაყრის ზევით უკვე იმპლანტებით ავარ აწყობილი რა. და ეხა თამაშობ პირველ სეზონს, ეხა ხარი დავბრუნდი უკვე ასე ქვია რა. და რამდენი ხანი დაგჭირდა დასაბრუნება? მაქსიმალურად ვთვლობდი რომ მალე დავბრუნებულიყავი და სადღაც უკვე ხელის მოტეხილი მქონდა. მასაჟები რო დავამთავრე, დავიწყე თან ეგრევე რა. რამდენი ხანი იყო? ანუ სადღაც 3 თვეში დავიწყე, 3 თვე ნახევარში უკვე ავარიიდან რა. საშიში არ არის მე? საშიში იყო რა, სარისკო იყო ძალიან, მაგრამ რა ვიცი, 12 წელია რო სპორტში ხარ და სპორტით ცხოვრობ, სხვანაირად არ შემეძლო რა იმ მომენტში. ამ ავარიის შემდეგ პირველი მატჩი უნდა ჩაატაროს რუხ მგლებში. გადავწყვიტე სანამ მე ვითამაშებდი იქამდე ნუგოს თამაში მენახა. თან დამპირდა რომ გოლს გაიტანდა და მე მომიძღვნიდა. ესე იგი მოვედი საყურებლად თამაშის და თან გავიგებ რამდენად საშიშია ჰოკეის თამაში, ცოტას ნერვიულობ მე რო თამაში უნდა მომიწიოს და არ ვიცი, ნერვიულობთ. რავი, ეგ ინდივიდუალურია ხა, მე მაგალითად საერთოდ არა. თავიდან დამწყები რო ვიყავი ბათუმში, მომიწია პირველი თამაშები ჰოკეისი, აი მანდ ისე ვიყავი ყველაფერი მიგანკალებდა და საერთოდ რავი, თუ სასტარტოში რომ მაწყებიოდნენ არ მინდოდა ხოლმე რომ პირველი დამეწყო, მეთქი რა ხდება. დააჯარიმეს. ნუგო ციხეში ჩასვეს. ნახოთ უმარცხდებით და რავი, მედი არამე იქნება რა. შენს თავს ხო არ აბრალებს აგებას ნამეტანი. ძალიან ნერვებს ავყევი, იმიტომ რომ პირველი მატჩია და მოგებით უნდა დაგვეწყო, ბევრად მეტი შეიძლებოდა და ყერბში იმნაირი მომხდა. ექიმა თქვა საერთოდ რომ მოვიდა რომ გაიხადეო რა ციგურა და წამოდიო და რო ვთქვარი მოსაჭრელი რო გახდეს მაინც ვითამაშებ თქო. მთელი 60 წუთი ისე გავაგზელე თამაში, რავი, მაგის ბრალიც იყო ფიქრობ რა. ორივე ჯერზე მეტო გამომიშვეს რომ ძალით ავიღე რა, იმიტომ რომ ნერვებს ავყევი რა, არ უნდა არასპორტულიც იყო რა და მეტიც მეკუთვნოდა რა სიმართლე გითხრა. 1-2 დღე გამიჭირდება, მაგრამ მეტი მაქვს რა სამუშაო ჭირავს, მეტი შემეძლო რომ გამეკეთებია. წყაყოფილი ვარ რა, ჩემი თავის გუნდის წყაყოფილი ვარ რა. დავეწყობით გუნდი, შევთამაშდებით, ვფიქრობ ახლა ამ თამაშით და შემდეგი თამაშები ხო წინ არის, შემდეგებს მოვიდებ, შემდეგში გაიტან გოლსაც. თავი შენ თავის დაიჭერო. დროა რომ მეც ვცადო ბედი. მაგრამ საშინლად ვნერვილობდი. არ ვიცოდი რა უნდა გამეკეთებინა, ან სად უნდა წავსულიყავი. სწავლაც ხო წესიერად ვერ მოვასწარი. მაგრამ ამ ყველაფრის მიუხედავად, ბარემ დრო არის რომ ვაიმე წავედი. ყველაფერი გამოვიწყდა. ვა! ახლა Ai, assolutamente! Papà dietro! Oh! Oh!
მაგარი. მივატკი თუ არა ბურთი. ალეც შეტი არ გავაკეთებ, არა მაგარი იყო. რაც ვისწავლე, ყველაფერი დამოვიწყდა და ყველაფერს ხონერად ვაკეთებ. მეულობ, მაგრამ გავაშე. ცოტა დავიღალე, მაგრამ მაგარი იყო. ვისაც რაღაც იცდაგინეს და გეშინიათ დაწესდეთ. სადეთ ის მედინერება, რასაც ცდელობა მოგანეჭებთ, არ ამგონია რამე შეცვალოს.